აი შენ რას ჩაიცო, მაგაში კი არ არის ბედნიერება. როგორი ტელეფონი გეჭირება, როგორ სახლში იცხოვრებ, ეგ არ არის ბედნიერება. შეიძლება ძალიან ძვირფას სახლში ძალიან უბედური ადამიანები ცხოვრობდნენ. და შეიძლება ღარიბულ სახლში ბედნიერი ხალხი ცხოვრობდეს. მე სულ უყვები ხოლმე ბავშვებს და თქვენც მოგიყვებით. აი წარმოიდგინეთ, რომ გაიაროთ ახლა და დაინახოთ, რომ ერთი მოხუცი ადამიანი რაღაცას ეძებს. არ მიეხმარებით? ხო და ეგრე ერთი მოხუცი კაცი რაღაცას ეძებდა. აი თქვენნაირი საყვარელი ბავშვები მიდიან და ეუბნებიან, რომ პაპიო, რას ეძებოდა? რაღაცა დამეკარგაო და მოდიო ბიჭებო, გოგოებო, მივეხმაროთო, კი გვეჩქარება, მაგრამ ცოდვა მოხუცი კაცია, თან ახლა მოხუცებს ხო ცოტა თავთ აკლდებათ ხოლმე და ვეღარ ხედავენ და დაიწყეს ძებნა, კარგახანი ეძებენ და ეკითხებიან, რო ვერ იპოვეს. პაპი, იქნებო სხვაგან დაგეკარგაო და აქ რო ვეძებთო და კიო შვილო, აქ კი არაო, შიგნით ოთახში დამეკარგაო. და მე აქ რატო გვაძებნინებო, გაუკვირდა, თუ შიგნით დაგივარდა რაღაც, აქ როგორ ვიპოვითო და ამ პაპამ უთხრა, რომ განა თქვენ ეგრე არ ახართო შვილებო. თქვენო ბედნიერებაო, შიგნით გულში გაქვთო და გარეთ რატო ეძებთ იმ რაღაც ნივთებში და რაღაცეებში. ბედნიერება არის ჩვენ სინდისთან სწორ ურთიერთობაში, ღმერთთან სწორ ურთიერთობაში, აი ეს არის ბედნიერება.